მეტნაკლებად ყველას აქვს სურვილი ცაში წასვლის. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეების ზეცაში ღაღადებენ, დამშეული მკლებით ცაში ყვმიან, ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. პედარცის ვირტუალება ჩიტი, რომელსაც სასწაველას იძახიან, ხვება მზვალზე ოდნავ დიდი, ძალიან პატარა ფრთებითა და ნისკარტით, აყვავებულ მთის ფერდობებზე გავიცანი. ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპეტება გუდამაყრის მთები. ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კენკეშეს ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა, ფარდაგივით ეშლება სათიბები. ცხვარს ვიდექი, ირგვლ გარყუჩებული ყვავილები, გახურებული მზეზე ცეცი ლურჯეში ვლივლებდა. თეთრად აყვავებულ კენკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ ჩემს ქვემოთ პატარა ჭიელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა. წკიალახმით იძახდა, ცას წავალ, ცას წავალ. სიჩუმეში მისი ხმა ისე დაირღა, ყველა შესქეროდა კუთნის ჩიტები, ბოლო ცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემოჯდარი ორბები, ყვავილებიც კი შეიშმუშმნენ. ცას წავალ, ცოტა იფრინა და დაბლა დაეშვა. ტყუი, 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 იძახდა ის. კენკეშებიან გორაკზე ყველანაირი ფრინველი შეიკრიბა, ათასნაირად ჩაცმულები, თითქოს თათბირობდნენ. ამ დროს ორი ძლიერი მიმინო ცას წავალას დაეცგერა და დაიჭირა. მოსამართლე ყალმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო. მოქალაქე ცას წავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მატყუება. მითხარით, ვინ აკავთ ცაში? თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამწყე საზოგადოებას. განაშელება ამდენი ტყუილი, მეტი საქმე არ გაქვს, მთელი დღე გვატყუებ, ცას წავალ, ცას წავალ. და მერე ურხვად იმეორებ, ტყუი, ტყუი, ვინ არის შენი მოსატყუებელი? უფროსებისა მაინც არ აქვს ხვენია? საზოგადოების მოტყუებისთვის სასწაველას მიესაჯოს ერთი დღეღამი თავისუფლების აღკვეთა, კენკეშის ღეროზე მიბით, გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი. საწყალი სასწავალა კენკეშის ღეროზე მიბმული დარჩა. ვიგულებ სიჩუმე იყო. ამ დროს მოლაყურმა ფრთხილად დააფარა ფოთლები, რომ მელიას ვერ დაინახა. უნდოდა ღამით სხვა ცხოველებისაგან დაეცვა. ფრთოსნებმა სასწავალა გაათავისუფლეს. სასწავალა კარგახანს იჯდა დაფიქრებული. მერე ეტყობა მოსწყინდა ასეულთმა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა. ცას წავალ, ცას წავალ, ზღვარს მიაღწია, უკანასკნელ ძაღლს იკრებდა. ბოლო მოსუთქვა იყო საჭირო, როცა სასწავალას გული გაუსკდა და მსუბუქად დაეშვა ბალახებში. საწყალი სასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყველმა გრძელი სიტყვა წარმოსთქვა. მოლაყულმა ბევრი იტირა. სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორაკზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი სასწავალა იწვა და ვინც კი ნახავდა, გულისწყდებოდა. ეს სურვილი ხომ მეტნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამშღავნებთ, ზოგი გულში ვინო ახავთ სამუდამოდ.